ხდება დღეში ორჯერ. არც იცის როგორი ეფექტია. ნორმალური დანიშნვა ეს ნიფედიპინის ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ უფრო მეტი დრო დავკართ. ხედავთ როგორი სქემას გვაძლევს ამერიკელები. პირველად 10 მილიგრამი, 20 წუთის შემდეგ 10-20 მილიგრამი, კიდე 20 წუთის შემდეგ თუ არ დაეცა 10-20 მილიგრამი, თუ არ არსებობს ეფექტი ლებატალური და მაქსიმალური 100 არის ნორმალური დანიშნვა. ეს ტრაციანი თურქეთის კი ვერ შეხვარი მექინთან და დღეს შეუძლებელია უკვე მუშაობა, რა თქმა უნდა, მაგრამ დავიცვათ უნდა ეს კანონი. წამალს აქვს ძალიან რთულია ნორმალურად მისი დანიშნა, იმიტომ რომ რა დროს დალე საღამოთი დილას რა ინტერვალით მიიღებ, რა ხანძრიობით მოქმედებს, ამას ყველაფერს უნდა გათვალისწინებთ. ვთხოვთ რომ ეს სქემა დაემახსოვრეთ და როგორც პირველი რიგის მკურნალობის სქემა ყოველთვის გამოვიყენოთ ეს. ახლა მოდის უკვე მეორე რიგის მკურნალობა, აქ უკვე ახალი პრეპარატებია შემოსული. იმ შემთხვევაში თუ პირველი რიგის მედიკამენტებით ვერ ხერხდება არტერიული წნევის გაკონტროლება, რეკომენდირებულია მეორე რიგის პრეპარატების გამოყენება. ხოთ ესეც გადაიდეთ. ეს არის მიკარდიპინი ან ესმოლოლი, რომელიც შეყავთ ორგანიზმში პამპის საშუალებით. მიკარდიპინის საწყისი დოზა 5 მილიგრამი საათში, ინტრავენულად მაქსიმალური დოზა 15 მილიგრამი საათში. ნიტროგლიცერინი ან გლიცერინიტრატი რეკომენდირებულია ფიჭვის შეშუპებასთან ასოცირებული ჰიპერტენზიის დროს, როცა დიურეტიკები არაეფექტურია 5 მიკროგრამი წუთში, 3-5 წუთში ერთხელ, თანაფარდობით მატებით მაქსიმალური დოზა 100 მიკროგრამი წუთში მიღწევამდე. ნიტროპლუსიდი გამოიყენება როგორც უკიდურესი ვარიანტი. გაფრთხილება მაგნეზიუმის სულფატი არ წარმოადგენს ჰიპერტენზიულ საშუალებას. დიახ, საინტერესოა. ეს გადაღებულია ძიმე პრეეკლამსია, პრეეკლამსიის ძიმე ნიშნებით ჰემოდინამიკური მონიტორინგი. არტერიული წნევა შესაძლებელია იყოს ლაბილური და იცვლებოდეს სწრაფად. დაავადების პროგრესირებასთან, ვაზოაქტიური ნივთიერებების გამოყოფასთან, სამშობიარო ტკივილის მატებასა ან ანესთეზიოლოგიური ინტერვენციებთან ერთად. ძიმე პრეეკლამსია, პრეეკლამსიის ძიმე ნიშნებით ჰემოდინამიკური მონიტორინგი, არტერიული წნევის მონიტორინგის მიზნით რეკომენდირებულია რუტინულად არტერიული წნევის გაზომვა, არაინვაზიურად სასურველია ვერტიცლიანი სფიგმომანომეტრი. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს არტერიული წნევის ინვაზიური მონიტორინგი, არტერიული კათეტერიზაცია, ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია, ტრანსთორაკალური ეხოკარდიოგრაფია. ეს პირველად შემოვიდა ეს ცნება და ამაზეც გვექნება ცოტა უფრო მოგვიანებით ლაპარაკი. ძიმე პრეეკლამსია.
ინტრანატალური მონიტორინგი და მართვის. ჯერჯერობით აქ შემოიფარგლებით არაინვაზიური კარდიომონიტორინგი. სასურველია მეგობრებო, რომ გამოიყენოთ ჩვენ გვაქვს ვიდმის მონიტორები, მაგრამ როდესაც არის მძიმე მდგომარეობა, ჩართოთ ამ აპარატის მემორი. იმიტომ რომ მძიმე პრეეკლამსიის დროს ყოველწუთს შეიძლება რაღაცა შეიცვალოს, გახსოვდეთ, რომ შეიძლება მოხდეს რეგურგიტაცია თუ ნაჭამია, შეიძლება მოხდეს იგივე ინსულტი, შეიძლება მოხდეს აცლა, თრომბოემბოლია და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში შეიძლება ექიმი გამოძვრეს, მაგრამ სასურველია ამ ჩანაწერის შენახვა იმის დამიხედვით, თუ რახელა მეხსიერება თქვენ მიგლის, ანუ არაინვაზიურ მონიტორს. მიზანი ჰიპერტენზიის დამძიმების პრევენცია. დედის მდგომარეობის გაურკვევების იდენტიფიცირება, ღვიძლის, თირკმლის, კარდიოპულმონალური, ჰემატოლოგიური ან ნევროლოგიური ფუნქციის დამძიმება, პლაცენტის აცლა, არ არის რეკომენდებული დედის ჰემოდინამიკის ინვაზიური მონიტორინგი, არტერიული და ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია. დაუზუსტებელი ინფორმაციით არტერიალური ან ცენტრალური ვენის კათეტერიზაციით მიღებული ინფორმაცია შესაძლებელია დაგვეხმაროს სხვადასხვა გართულებების დიფერენციაში, გულის, თირკმლის, მძიმე დაავადებები, მძიმე ოლიგურია, რეფრაქტული ჰიპერტენზიის შეშუპება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, რომელიც უნდა ვილაპარაკოთ. როგორ იზომება ცენტრალური ვენური წნევა? რამდენად სწორად იზომება ცენტრალური ვენა? მოგეხსენებათ, რომ ჩვენ თქვით აქ, რომ მძიმე პრეეკლამსიის დროს ერთ-ერთი მაჩვენებელი ან ანურია, ან ოლიგურია, ან პირიქით შეიძლება იყოს პოლიურია, მაგრამ როგორ უნდა უმკურნალოდ დავუშვათ ოლიგურიას ან ანურიას? ლევან, როგორ უნდა უმკურნალოდ ამ შემთხვევაში? აი, თუ არ გავზოდეთ ცენტრალური ვენური წნევა. ეხოსკოპიურად უნდა შევაფასოთ თუ რაიმე მიზეზით ცენტრალური. რა საფასებ ეხოსკოპიურად? განდა ისა მარჯვენა პარკოჭის შევსებას. ანდა მაინც სწორი არა. პირიქით, თუ არის სიზახში და დიპოლები, ნორმალურად ცენტრალური ვენური წნევა ყველაზე სწორი. მაგრამ რატომ არა? ზოთაგალური ეხოსკოპია გასწრებით ეფექტურია. იმარა ვერ ვაკეთებ და ეს არის რომ მაგი ვიღაც ეხოსკოპის დარჩენია. კი ბატონო. ძალიან ეს რთული ანალიზებია, რაც თქვენ ძანეთ, გამოკვლევი ვიდრე იგივე სიმპლ ტესტ. ანუ უბრალოდ ტესტია, რომ გაზონოთ ცენტრალური ვენური წნევა ნორმალურად. როგორც წესი, აგერშორება დამეთანხმება უარყოფითია იქეთ იწვევს სხვა სიეჭვე. ანუ რა შარდი უნდა მიიღო? ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ გეშინიათ გადასმის ტვინის შეშუპება, ბიჭის შეშუპება და სხვა გართულება, ან განზავებით ანემიის ჩამოყალიბება. მეორე მხრივ ვერ ვკურნალობ იმ მიზეზს, რომელიც იწვევს ჰიპერტონიასა და ანურიას. situația, da? Amიტომ ეს ტესტი უნდა იყოს კარგად ჩამოყალიბებული, კარგად გაკეთებული. ვიღაცა უნდა გამოიყოს ამაში ანესთეზი, რომელიც ამას აკეთებს და იმ ჯგუფში შედიოდეს, რომელიც უკვე დასაწყისიდან გეტყვის, რომ ბატონო შორენა, ან ბატონო ზურაბ, ან ბატონო ჯილბე არის უარყოფითი წნევა, დიდი რაოდენობით არის გადასმა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ 4.5-ზე მეტის გადასმა საშიშია. საორიენტაციო 500 გრამი გინდა გადაასხი და გინდა ნუ გადაასხა, მაგრამ 2-3 სულ გადაასხა, როდესაც უარყოფითი წნევა.
ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს არტერიულ ჰიპერტენზიას და სისტოლურ სისხლისღებას და პლუს გააუმჯობესებს შარდის გამოხატვას. ნაყოფისხლი გაჩვენებაა. დიახ, ამაზე ზურა? არ არის რეკომენდირებული. არტერიული აქ მივალთ იქამდე ინვაზიური შორეკომენდირებულია. კი, აქ არ არის მხედველობაში, მე გითხარით, ძიმე პრეეკლამსია და თირკმლის პრობლემები. გამიგეთ? არა, აქ არ არის თირკმლის მარტო ძიმე არ არის მოწოდებული. აქ არის მხოლოდ ჰიპერტენზიის მიხედვით ან სხვა სიმპტომის და არ არის თირკმლის პრობლემები ნაჩვენები. თუ ანუ მაპატიეთ რა, გოდიშ გიხდი ზურა. მე ვარ ანესთეზიოლოგი. შენ მიგიღებ მაგის. მე ვიგები რომ ზურა არ არის შარდი. რა ვქნა, გააკეთე სასწრაფო საკეისრო. რაც მივიღებ საკეისრო გაკეთებული. ცოტა კიდე უფრო დამძიმდება, ხო? იმიტომ რომ დიახ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძიმე პრეეკლამსიის დროს, როდესაც შარდის გამოყოფის პრობლემები არის, ერთ-ერთი პირველი უნდა გაკეთდეს ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია და ვენის გაზონა. მოდი გადავიდეთ ახლა ნეონატოლოგიაში, ბადრინგის მოსაკი. როგორ აკეთებენ? აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ნეონატოლოგიაში აქ უფრო იოლია. აქ აკონტროლებს გემოტოკრიტი პირველი თუ თავის გარსება პირველი ბანკის დაჭიმული. ყველაზე მარტივია რა, ინვაზიური არის კაპილარული აბსორბციის შემოსული. კაპილარული აბსორბციის შემოსული. კი ბატონო. აქტივში როცა საყურადღებოში მხოლოდ ისწავლოს ინვაზიური ხაზი, შეიძლება შეგვიძლია ანტიფლავისფერი გავდომის შორებს. ამაზე ვიღაცა გამოიყო. აი ამ ცენტრალური ვენაზე. ვიღაცა აქაც ამოსულხავს ისო სანამ ცენტრალურ ვენას ახალ კარდიოსკოპის დაჭილი გაადო და როების მოვედით რამე. კარდიოსკოპია ყოველთვის ყოველთვის არ არის სოხები და ეს არის. ამიტომ უნდა ორ სამ საათში შარდი მაინც უნდა მიგიღო. ეს ლაპარაკია მაშინ, როდესაც გვაქვს შარდის გამოყოფის პრობლემა. კი, რა თქმა უნდა. შემთხვევის მომზადე პაციენტის უნდა უთხრა რეკომენდაცია. ფაქტი გააქვს, ძიმე პრეეკლამსია არის და შემდგომ ამის მართვა. და რაც შეეხება კრისტალოიდები, მაინც არ ამარტო საკმარისი ჰიპოალბუმინემია და დაიჭირა. აკრას ჰიპოალბუმინემია გააქვს სიტუაცია ჩაერეში. თუ ინფექციის სისტემა გადაჭერს შემდგომ ალბომის დამატება, ამის შემდეგ ინფექცია პრობლემები შეშუქება გადადის. ალბომის იონის გადმოსვლა სისხლში გაწევს. კი, შეიძლება ფუტის შეშუქება მიიღო. კი, რა თქმა უნდა. ანუ კრისტალოიდი გადადის და გადამოდის მარტივად სისტემისკენ, ალბომის იონი დიდი არის. ეთანხმები, ბატონო, ეთანხმები. რაც არ უნდა კრისტალოიდი გადაასხა, კრისტალოიდი არ შედარჩუნდება თუ არავინ არ გეუბნება, რომ მიახდი და ალბომი გადაასხა. პირდაპირ არ უნდა გადაასხა, მაგრამ კრისტალოიდის შესანარჩუნება საჭიროა. უცი და დაბალი, თუ ალბომი გაქვს დაბალი და ჭირდება პაციენტს, ამ შემთხვევაში ასთან კრიტიკული ჩვენება. მხოლოდ 5%-ია და მხოლოდ არა 5%-იან ალბომის ჩვენადევას ხალხს. 5%-იანი კატეგორიულად გამოგებული არის და აღარ ამოგვიყვება გადაასხოს 5%-იანი, გადაასხოს 5%-იანი და მხოლოდ ჩვენები. 5%-იანი ალბომის საკუთარ. გადა უნდა გაცხოვრო. და პრობლემაა ახალშობილებს ჩვენ 10%-ს სიტყვით აუდიტა. ეხლა უკვე რეკომენდაცია
პროცესში შეთანხმებული. ვაიმე, მეგობრებო, ჯერ მიხარია რომ ცოტა ჩაერთეთ ამ პროცესში. მეორე მიხარია რომ მიხვდით რომ ეს არ არის მარტო სამიანო გართულება. მე ვფიქრობ, ძიმე პრეეკლამსია ეს უკვე მომიჯნავია რეანიმაციასა და იმიტომ რომ ბოლენიური დარღვევები ანურია, თითქმის კოაგულაცია, ეს უკვე რეანიმაციული პრობლემებია და ეს ძალიან ამიტომ ვეუბნები და ამიტომ მეწყინა მე როდესაც დავინახე რომ ჩვენი ერთ-ერთი ექიმთან მოვედი, ნუ ავდექი შუა ღამეზე 2 თუ 3 საათი მოვედი და 150 პულსით ხდება გაცილებული. იმიტომ რომ ის სამყაროს მე კარგად ვეცევი, ჩემი მეგობარია, ჩემი ისევია, მაგრამ რა გააკეთე? არ შეიძლება ასე. ელემენტარულად არ შეიძლება. ერთი გუნდი ვარ. სანამ თქვენ არ მიხვდებით, რომ ერთი საქართველოს ნაკრებია, რომელიც გუშინ მუშაობს, უთამაშებდა, არაფერი არ გამოვა. ახლა მივედით, როდის კეთდება ინვაზიური კათეტერიზაცია. შორენა, მე დაგიჭერ ხარს თუ აქ იმას გამოვართმევთ ამ ინვაზიურ კათეტერებს. შენ დაწერე მოთხოვნა და რამდენიმეს მაინც გიგები. არტერიული კათეტერიზაცია არტერიული წნევის მიხედვით მძიმე პრეეკლამსიის მქონე პაციენტებში ზოგადი ანესთეზიის ინდუქციამდე თუ დრო იძლევა ამის საშუალებას უნდა განიხილოს სხივის არტერი, იცით ხო? არტერიის კათეტერიზაციის შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს არტერიული წნევის უწყვეტი მონიტორინგი და არასასურველი ცვლილებების სწრაფი რეაგირება, განსაკუთრებით სწრაფი თანმიმდევრობის ინდუქციისა და გამოღვიძების დროს. აბატონო, პრეეკლამსიის მქონე პაციენტებში მშობიარობის დროს ჰემოდინამიკური მონიტორინგისათვის სხიური არტერიის კათეტერები რუტინულად არ იდება. თუმცა სხივის არტერიის კათეტერიზაცია დაბალი რისკის პროცედურაა, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს არტერიული წნევის უწყვეტი მონიტორინგისათვის და ხელს უწყობდეს სისხლის ნიმუშების აღებას. მე ძალიან მაგიერი ვარ ტოდოროვის გუნდის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა შემოიტანა ჩვენთან. მაგრამ ნელა-ნელა ეს ივიწყება და მე ასეთი რაღაცები მესმის. რესპუბლიკურში ეს არ არის, ბერცში ეს არ არის. ყველაფერს ცუს, ნუ გადაიღებთ ხალხო. ცოტა თქვენ მიხედავთ იმას, რაც აქა გაქვთ. განახშირებული საკვერცხლნახე ქირურგის მიერ ვითომ გინეკოლოგმა გააკეთა, ნუ გავიჟდი რესპუბლიკური სამართლობა. არ იცი, დაანებენ მომაცხონებულო თავიდან. არტერიული კათეტერის განთავსება უნდა განიხილებოდეს შემდეგ სიტუაციაში. პირველი, მუდმივი მძიმე ჰიპერტენზია, მაგალითად სისტოლური არტერიული წნევა, მეტია 160 ან დიასტოლური არტერიული წნევა, მეტია 110, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. საჭირო იყო თუ არა შორენა იმ ქალთან, რომელსაც ვაკუუმი გაუკეთეთ არტერიული ჰიპერტენზიის ინვაზიური მონიტორინგი. იყო. არ გაკეთდა. თუმცა არა, გაგვიმართლა რა მოკტა 50 დღეს. მოკტა.
ვაზოაქტიური ინფუზიების გამოყენება არტერიული წნევის კონტროლისათვის, სისხლის ხშირი აღების აუცილებლობა, მაგალითად კოაგულოპათიის, სისდენის, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით პერიფერიული ვენებისადმი ძნელად მიცადგომი პაციენტებში. არტერიული სისხლის გაზების შემადგენლობის ხშირი მონიტორინგის საჭიროება, მაგალითად ფირტვის შეშუპების და ჰიპოქსიის მქონე პაციენტებში და ბოლოს ჰემოდინამიკური მართვის მონიტორინგისათვის მინიმალური ინვაზიური გულის გამორტყულის ვიბრას სერჯეშტები სუდად გადავთავრებოდეს გამოყენება. აქ მეგონი კითხვები არა, პირდაპირ შეგვიძლია ასეთი მდგომარეობა თუ გაქვთ, მოითხოვოთ და გააკეთოთ ინვაზიური კათეტერიზაცია. ახლა გადავიდეთ როდის არის საჭირო ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია. ცენტრალური ვენური კათეტერი და ფირტვის არტერიის კათეტერი, აი პირველად ეს შემოვიდა ეცნება PAC, იშვიათად გამოიყენება პრეეკლამპსიის მქონე ქალებში. განთავსების ჩვენება მსგავსია პრეეკლამპსიის არ მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილი ჩვენებათა, მათ შორის პერიფერიული ვენების რთული სტომა, ვაზოაქტიური ინფუზიების ცენტრალური შეყვანა და გულის ფუნქციის წინასწარი დატვირთვის გაზომვა. თუმცა ცენტრალური ვენური კათეტერის ჩადგმა გართულებების მაჩვენებლის შედარებით მაღალია მძიმე პრეეკლამპსიის მქონე პაციენტებში. არ არსებობს რანდომიზირებული კვლევები ცენტრალური ვენური კათეტერის გამოყენების ხარდასაჭერად. ცენტრალური ვენური კათეტერის ან გახანძრებული ნაკადის კათეტერის განთავსება დროს სჭირდება და არ უნდა შეაფერხოს მშობიარობის მძიმე პრეეკლამპსიის მქონე პაციენტებში. პრეეკლამპსიის მქონე პაციენტებში ცენტრალური ვენური წნევა ცუდად კორელაციაშია ფირტვის კაპილარების სოისებ წნევასთან. ამიტომ თუ ძირითადი მიზანი წინასწარი დატვირთვის გაზომვა, უნდა დამონტაჟეს პაკი. რა არის პაკი? თუ ამას არ აკეთებ, უნდა გააკეთო მაშინ. პრეეკლამპსია, ჰემოდინამიკური მონიტორინგი, ტრანსთორაკალური ეხოკარდიოგრაფია, რასაც ბატონი ბადრი ამბობდა. ტრანსთორაკალური ეხოკარდიოგრაფია უსაფრთხოა ორსულობის დროს და შეიძლება სასარგებლო იყოს გულის ფუნქციის შესაძლებლად შემდეგი დაავადების დროს: ჰიპერტენზია, ჰემოდინამიკური არასტაბილურობა ან სუნთქვის უკმარისობა. ტრანსთორაკალური ეხოკარდიოგრაფია ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას მოცულობის სტატუსის შესაფასებლად და მეანობაში პრეეკლამპსიის მქონე პაციენტების მართვის სტრატეგიის დასადგენად. ტრანსთორაკალური ეხოკარდიოგრაფია კომპონენტების შესანარჩუნებლად სპეციალურ ტრენინგს და ხშირ გამოყენებას მოითხოვს. მძიმე პრეეკლამპსია, პრეეკლამპსიის მძიმე ნიშნები, ურმალობა, მაგნეზიალური თერაპია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გინეკოლოგთა და მიანთა საერთაშორისო ფედერაცია FIGO და ორსულობის დროს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოება ISSHP იძლევა რეკომენდაციას ეკლამპსიური გულყვის პრევენციის და მკურნალობის მიზნით უპირატესად გამოყენებული იქნას მაგნეზიალური თერაპია. სპეციალობა A. მძიმე პრეეკლამპსია, პრეეკლამპსიის მძიმე ნიშნები, მკურნალობა, მაგნეზიალური თერაპია.
რუტინულად მძიმე პრეეკლამსიის დროს მიზანი ეკლამსიური გულწრფის და დედის სიკვდილების პრევენცია, უკუჩვენება, მიასθენია, ფირთვის შეშუპება, სამებთან ურთიერთმოქმედება, მშობიარობის შემდგომ პერიოდში მაგნიუმის სულფატის და ოპოიდების გამოყენება. ასოცირებულია კარდიოპულმონალური გართულებების განსაკუთრებით მომატებობის. მაგნიუმის სულფატის და კალციუმის არხის ბლოკირების ერთობლივი გამოყენება იწვევს ნეირომუსკულატურ ბლოკადას და ჰიპოტენზიას, მაგრამ რეალურად ამ გართულების განვითარების რისკი არის მინიმალური. მძიმე პრეეკლამსიის დროს მაგნეზიანური თერაპია, ხანძრიობა თუ რა ხანძრიობით შეიძლება გამოიყენება. დაწყების დრო მშობიარობის ან ინდუქციის დაწყებამდე, დაწყებისთანავე გრძელდება მშობიარობის ან საკისრო კვეთის განმავლობაში და მშობიარობიდან 24 ან 48 საათის განმავლობაში. მუსტიკი ტაქტიკის დროს მაგნეზიალური თერაპია გრძელდება კორტიკოსტეროიდების კურსის დასრულებამდე. თუ პაციენტი რჩება სტაბილური, მაგნეზიალური თერაპია ხდება და განიხილება მხოლოდ მდგომარეობის გამძიმების და ნაადრევი მშობიარობის საჭიროების შემთხვევაში. მეგობრებო, თუ მიაღწიეთ ყურადღება ლოგინობის ხანაში მაგნეზიალური თერაპია არ გამოიყენება. მძიმე პრეეკლამსიის ეს 24-48 მერე არის ზოგჯერ მე-6, მე-7 დღესაც უხსამენ. თუ არის წნევები უკვე ამ დღეების გასვლის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად გვაქვს სიზარში და ჰიპოულემია და არასწორად არის აღდგენილი მოციქული სითხის რაოდენობა. ამიტომ ამას მიაღწიეთ ყურადღება, მაგნეზიალური თერაპია აქ არაფერს არ გააკეთებს. მაგნეზიალური თერაპია დოზირება მძიმე ნიშნებით გათქმულდა, დათქმითი დოზა 4-6 გრამი 10%-იანი ინტრავერულად 15-20 წუთის განმავლობაში თერაპიული კონცენტრაციის მიღწევის მიზნით უპირატესია 6 გრამი შალი მაგნიუმის სულფატის შეყვანა, ალტერნატივა 50%-იანი 5 მილილიტრი ორივე დუნდულოში ყოველ 4 საათში არის. თუმცა ამ შემთხვევაში მინდა მე ვერ დაჭდება. არა, ხონდა გაათქოთ ძალიან ხო გაათქვეთ და განსაკუთრებით ჰიგიენა უნდა დაიცვას. ამ ხელა მანიკურები რა ერთთან წავიდა. დიაბეტიან პაციენტთან უკაცრავად არც მაგაც რისკის ფაქტორი. შემარჩენებული დოზა 1-2 გრამი საათში შესაძლებელია 3 გრამი საათში დღეში. მძიმე პრეეკლამსია მძიმე ნიშნებით მაგნეზიალური თერაპია დოზირება ფირტვის უკმარისობის დროს მაგნეზიალური თერაპიის თავისებურებები. დათქმითი დოზა სტანდარტული შენარჩუნებული დოზა იცავსება კრეატინის კონცენტრაციის შესაბამისად. ვაკეთებთ ამას. შტატის კრეატინინი მეტია 1 და 1 და ნაკლებია 2 და 5 მილიგრამი დეცილიტრი. ეს არის 100-201 მიკრომოლი ლიტრი. 1 გრამი საათში გამოდის. შტატის კრეატინინი მეტია ან ტოლი 2,5 მილიგრამ დეცილიტრი. ახლა 221 მიკრომოლი ლიტრზე შენარჩუნებული დოზის ინფუზიაც ხდება. შტატის კრეატინინი 1 და 5 მილიგრამ დეცილიტრი ახლა 88-131 მიკრომოლი ლიტრზე, ან ოლიგურია
ანუ ნაკლები 30 მილილიტრი საათში, შენარჩუნებული დოზა 1 გრამი საათში. ძიმე პრეეკლამსია, პრეეკლამსიის ძიმე მნიშვნელობით მაგნეზიალური თერაპია, სისხლის შრალში მაგნიუმის კონცენტრაცია. პირველად ეს ცნება შემოვიდა. როდესაც თქვენ გაქვთ 10 და 2 კვირა კეთდება მაგნეზიალური თერაპია, შეიძლება გამოხატული ტოქსიკური ეფექტი მიიღო. ამიტომ უკვე შემოვიდა ეს ცნებაც სისხლის შრალში მაგნიუმის კონცენტრაციის თერაპიული ნიშნული, ანუ გულყრის პრევენციის ეფექტური უზრუნველყოფისათვის საჭირო კონცენტრაცია 4 და 8 მილიგრამი დეცილიტრზე. ეს შეადგენს 2-დან 3.5 მილიმოლს ლიტრზე. დარტყმითი დოზის 6-ზე ნაკლები გრამის შეყვანის შემდეგ სისხლის შრალში მიღწევა მაგნიუმის კონცენტრაცია მხოლოდ სუბთერაპიული კონცენტრაცია ნაკლები 4.5 მილიგრამ დეცილიტრზე. დედის ჭარბიწონის დროს სასურველი მყარი კონცენტრაციის მისაღწევად უფრო მეტი დრო არის საჭირო. სისხლის შრალში მაგნიუმის კონცენტრაციის დაბალ-დონეზე ეჭვის მიტანის კრიტერიუმებია დარტყმითი დოზის შეყვანიდან მოკლე დროის განმავლობაში გულყრის განვითარება. ძიმე პრეეკლამსია ძიმე ნიშნებით მაგნეზიალური თერაპია გვერდითი მოვლენები. რა შეიძლება ჰქონდეს როგორც დედის მხრივ, ისე ნაყოფის მხრივ. დედის მხრივ არის სწრაფი ინფუზიის დროს წამოხურება, შეეცება არტერიული წნევის დაცემა, გულის რევა, პირებინება, თავის ტკივილი, სისუსტე, შეძლებლობის დარღვევები, აგრეთვე ტოტალური და იონიზირებული შვარდის კალციუმის ტრანზიტორული დაქვეითება, ზოგჯერ სიმპტომური და შესაბამისი ეკგ-ს პათოლოგიური ცვლილება. რა თქმა უნდა, აციდოზი თუ ეს გვაქვს 10% კალციუმის გლუკანატი 10-20 მილილიტრის შეყვანით. ნაყოფის მხრივ თავისუფლად გადის პლაცენტაში, ჭირკვალის ციხში და დედის სისხლის შრალში კონცენტრაცია თითქმის ერთნაირია. ნაყოფის გულისცემის ბაზალური სიხშირის დაქვეითება, თუმცა რჩება ნორმისგანებში, ვარიაბელობის დაქვეითება, ნულოვანი ან მინიმალური, ბიოფიზიკური პროფილის CBD და არასტრესული ტესტის რეაქტიულობა მნიშვნელოვნად არასწორია. ანუ დავიმახსოვროთ ჩემო კარგებო, რომ ჩვენმა თერაპიამ შეიძლება ის ობიექტური გამოკვლევების შეცვალოს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ნაყოფის ობიექტური მდგომარეობის ობიექტური შეფასებისთვის. ეს არის ფიზიკური პროფილი, რაც ვნახულობთ ფიზიკურ პროფილში არის ერთ-ერთი მონაცემი დავუშვათ ფიზიკის კარაქტერას, ხო არის რა მოძრაობათა რაოდენობა. ამას ვერ დავხვდით, თუ ასეთი ეფექტი გვექნება. გარდა ამისა, არასტრესულ ტესტზე მოქმედებს ანუ ტოპოგრაფიაზე ვარიაბელობა იცვლება და აქედან გამომდინარე აქცელერაციები არ აქვს. ეს თუ არ ვიცით, შეიძლება ჩვენ ნაცვლად-დადებითი ან პირიქით სრულყოფითი გაშიფრვა მოვახდინოთ იმ ობიექტური მონაცემებს, რომელსაც ჩვენ გვაძლევს უკვე დამხმარე სპეციალისტები. შემდეგი სლაიდი გახლავთ მძიმე პრეეკლამსია, ძიმე ნიშნები, მაგნეზიალური თერაპია და აქ გამოყოფილია მაგნეზიის უკვე ტოქსირების საფასება. კლინიკური მონიტორინგი რუტინულად ყველა ერთ საათში მუქლის რეფლექსის გაქრობა, სიმპტომური ჰიპერმაგნეზიუმის მანიფესტაციის პირველი ნიშნები. მერე მოდის სუნთქვის სიხშირე მეტია ნორმაზე,
ერთ წუთში და გამოყოფილი შარდის რაოდენობა ნორმაზე მეტია 100 მილილიტრი 4 საათში. შრატში მაგნიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი. ყოველ 6 საათში ერთხელ იმ მოსულებში, ვისაც აღენიშნება მაგნეზიალური თერაპიის ფონზე ეკლამპსიური ხურქა, მაგნეზიური ტოქსიკურობის სავარაუდო კლინიკური ნიშნები, სიმპტომები, მუხლის რეფლექსის არარსებობა, სულფის სიხშირე მეტი 12-ზე, თითქმის უკმარისობა კრეატინინი 1/1000 მოლ დეცილიტრზე ან 100 მიკრომოლი, რითზე 4 საათში ერთხელ. მაგნიუმის კონცენტრაციის შემდგომი მონიტორინგი არ არის სავალდებულო, თუ კლინიკური მონიტორინგის მონაცემები ნორმის ფარგლებში გახდა. მძიმე პრეეკლამპსიური ნიშნები, პრეეკლამპსია, მძიმე ნიშნები, მაგნეზიური თერაპია და მისი ტოქსიკობა. თითქმის ნორმალური ფუნქციის დროს მაგნიუმის ტოქსიკობა არ ითარგმნება. მაგნიუმის ტოქსიკობის განვითარება კორელირებს სისხლის შრატში მაგნიუმის კონცენტრაციის მაჩვენებებთან. 7-დან 10 ჰექტოლამდე ეს გახდა 8,12 მილიგრამი დეცილიტრზე ან 3,5 მილიმოლი, რითზე ღრმა პერსონალური რეფლექსის გახდება. თუმცა პირული შეიძლება 10-დან 13-მდე, რაც მილიგრამ დეცილიტრებში არის 12-დან 16 ან 5,6 მილიმოლზე, სუნთქვის სიხშირის დაქვეითება, სუნთქვის გაჩერება, ხოლო როდესაც 15-ზე მეტია, ეს მილიგრამ დეცილიტრებში ახალ 18-ზე და ან 7,5-ზე მეტი. გულის აქტივობის შესვლა და 25-ზე მეტი როლი უკვე შეიძლება მივიღოთ, შეიძლება კი არა მივიღოთ გულის გაჩერება. მძიმე პრეეკლამპსია, პრეეკლამპსიის მძიმე ნიშნები, მაგნეზიური თერაპია და ინტოქსიკაცია. მსუბუქი ინტოქსიკაცია, რა კლინიკური სიმპტომებია? ტკივილი გულმკერდის არეში, მუხლის რეფლექსის გაქრობა, სულფის სიხშირე, რომელიც მეტი არ არის 12 წუთში, ნაკლები 12 წუთზე, აპატიტი, ოლიგურია, შარდის გამოყოფა, ნაკლები 30 მილილიტრი საათში, მაგნიუმის სულფატის ინფუზიის შეწყვეტა, სისხლის შრატში მაგნიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა. როდისმე გაგვისაზღვრია მაგნიუმი? ეს იმ შემთხვევაში, როცა მაგნეზიური თერაპია, მძიმე ინტოქსიკაცია. მძიმე ინტოქსიკაცია, კლინიკური სიმპტომები, ანურია, სუნთქვის შეჩერება, გულის გაჩერება, მართვა, მაგნიუმის სულფატის ინფუზიის შეწყვეტა, ანტიდოტის შეყვანა, 10%-იანი 10 მილილიტრი კალციუმის გლუკონატი ინტრავენულად 5-10 წუთის განმავლობაში. დაიმახსოვრეთ, რომ მაგნეზიის სულფატის ანტიდოტი გახლავთ კალციუმის გლუკონატი. ისევე როგორც კალციუმის ანტიდოტია მაგნიუმი. მძიმე პრეეკლამპსია, პრეეკლამპსიის მძიმე ნიშნები, მაგნეზი მძიმე პრეეკლამპსია, მძიმე ნიშნები, მაგნეზიალური თერაპია, მაგნიუმის ტოქსიკობის მართვა. თუ მაგნიუმის კონცენტრაცია 9,000-ზე ან 9,000 მილიგრამ დეცილიტრზე ინფუზია ხდება, თუ სისხლში კონცენტრაცია არის
ამდენი 2 საათის შემდეგ განმეორებით უნდა განისაზღვროს მაგნიუმის კონცენტრაცია. თუ მაგნიუმის კონცენტრაცია ნაკლებია 8.5-ზე, შესაძლებელია მაგნიუმის სულფატის ინფუზიის განახლება უფრო დაბალი შენარჩუნებული დროს. მძიმე ინტოქსიკაციის დროს ანტიდოტის ინტრავენულად კალციუმის გლუტამატის შეყვანა დოზა იყო ეკნაჩვენები. საწყისი დოზა 10%-იანი 10 მილილიტრი, 1000 მილიგრამი შეყვანა 2-5 წუთის განმავლობაში, მაქსიმალური დოზა 30 მილილიტრი. პარალელურად ინტრავენული ფუროსემიდის შეყვანა შარდით მაგნიუმის ექსტრაქციის დაჩქარების მიზნით ალტერნატიული მიდგომა ინტრავენულად კალციუმ ქლორიდი 10%-იანი 5 მილილიტრი ან 10 მილილიტრი 500 ან 1000 წუთის განმავლობაში იწყებს გაღიზიანებას, განსაკუთრებით ასოცირებულია ნეკროზის განვითარებას. მძიმე პრეეკლამსია პრეეკლამსიის მძიმე ნიშნებით სიცხეთა ინტრავენული ბალანსის მართვა, ფილტვის შეშუპების პრევენცია. რეკომენდირებული პერიპარკუმ ანუ შობიარობამდე სიცხეთა შეყვანის კაცრი მონიტორინგი. 1 საათში ერთხელ, რადგან მძიმე პრეეკლამსიის დროს მაღალია ფილტვის შეშუპების განვითარების რისკი. ფილტვის შეშუპების განვითარების მიზეზი მულტიფაქტორულია. მომატებული სისტემური სიზარღვანი რეზისტენტობით გამიწვეული მიოკარდიუმის დისფუნქცია, დაბალი კალორიული ოსმოსური ზნევა, ეს ძალიან მშრალი იატროგენული დატვირთვა. ინტრავენული ბალანსის მართვა იმისათვის, რომ არ მოხდეს ფილტვის შეშუპება. თანამედროვე რეკომენდაციით უნდა შეიზღუდოს ინტრავენული სითხრის ოდენობა 80-100 მილილიტრი საათში, ოქსიტოცინის და მაგნიუმის სულფატის ინფუზიის ჩართვა. გადაცმული სითხრის მოცულობა ფიზიოლოგიური ხსნარი არ უნდა აღემატებოდეს 80 მილილიტრ საათში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ იღებს სითხეს, ფეროვანად და არ აღიარებს სითხრის აღენიშნება სითხრის პათოლოგიური კარგვა, მაგალითად სისხლის დენა. სითხრის შეზღუდული მოცულობა გამოყენებული უნდა იქნას მშობიარობის ნეიროაქციული გაუთქვარების ან საპირისპირო კვეთის ნეიროაქციული ანესთეზიის წარმოების დროსაც 500 მილილიტრზე ნაკლები. მძიმე პრეეკლამსიის პრეეკლამსია მძიმე ნიშნების სითხეთა ინტრავენული ბალანსის მართვა, ფილტვის შეშუპების პრევენცია. პაციენტებში, რომელთა მშობიარობის ნეიროაქციული ანალგეზიის დროს გამოიყენება ლოკალური ანესთეტიკი, დაბალი დოზა ოპიოიდების ხმასთან ერთად, მაგალითად ბუტირაკანი ან ფენტანილი ან ერთად ფენტანილთან ერთად ჰიპოტენზიის პრევენციის მიზნით 4 ბონუსის განხორციელება არ არის რეკომენდირებული. პრეეკლამსიური სამიანი პაციენტებში არ არსებობს კოლოიდური ხსნარების გამოყენების აბსოლუტური უპირატესობა კრისტალლებთან შედარებით. პრეეკლამსია მძიმე ნიშნებით მართვა, გაუთქვარების მართვა. პაციენტების ჰოსპიტალიზაციისთანავე უნდა ჩატარდეს მისი შეფასება და კონსულტირება ანესთეზიოლოგის მიერ და არჩეული იქნას გაუთქვარების ტიპი. ანესთეზიოლოგის არჩევანი გაუთქვარების ტიპის შესახებ დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე,
ეს არის თრომბოციტების რაოდენობა, გადაუდებლობის კატეგორია, ოპერაციული ჩარევის მშობიარობის ხანძრიობა და თვითონ კლინიკიდან. გაუტკივარების მიზნით უპირატესობა რეგიონალურ გაუტკივარებას ენიჭება სპინალური ან ეპიდურალური, ან ორივე ერთად. მშობიარობის გაუტკივარება, მძიმე პრეეკლამსიის ნიშნები მართვის დროს. მშობიარობის გაუტკივარების მიზნით უპირატესობა ნეიროაქციურ ანესთეზიას ენიჭება. თუ არ არსებობს მისი ჩატარების უკუჩვენება. უკუჩვენების შემთხვევაში მაგალითად მძიმე კოაგულოპათია, რეკომენდირებულია სისტემური ანალგეზია და აზოტის ოქსიდის გამოყენება. მშობიარობის ნეიროაქციალური ანალგეზიის უპირატესობა სისტემური ანალგეზიასთან შედარებით. პირველი გაკვეთის უფრო მაღალი სამშობიარო ტკივილზე ჰიპერტენზიული პასუხის შესუსტება, მოცირკული კატეხოლამინების შემცირება, პლაცენტარული სისქის მომცირების შესაძლებლობა ამჯობესება, რესურსის უზრუნველყოფა, ქირურგიული ნეიროაქციალური ანესთეზიაზე გადასასვლელად, რითაც თავიდან აიცინება ზოგადი ანესთეზიის ჩატარება. მძიმე პრეეკლამსიის მშობიარობის გაუტკივარება. რამდენიმე რანდომიზებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მშობიარობის მეთოდში განსხვავება არ შეინიშნებოდა პრეეკლამსიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც მშობიარობის დროს ეპიდურალური ანესთეზია ჰქონდათ მიღებული სისტემურ ანესთეზიასთან შედარებით. ნეიროაქციალური ანესთეზიის დრო პრეეკლამსიის მქონე პაციენტებში მშობიარობის ადრეულ სტადიაზე ეპიდურულ კათეტერს ატარებს. დროული მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თრომბოციტების დაბალი ამოღება რაოდენობის მქონე პაციენტებისათვის მძიმე თრომბოციტების განვითარებამდე და პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვს სასუქების მოსალოდნელი გართულება. მძიმე პრეეკლამსია გაუტკივარების რისკი. რა არის რეგიონალური ანესთეზიის დროს და რა არის გენერალიზირებული ანესთეზიის დროს. რეგიონალური ანესთეზიის დროს არტერიული წნევის სწრაფი დაცემის შესაძლებლობა, რაც ვის უქმნის ჰიპოვოლემიისა და სიმპათიკური ბლოკადის კომბინაციით არის განპირობებული და ხელს უწყობს შარდის გამოყოფის შემცირებას, შესაძლებელია ნაყოფის ჰიპოქსია და დაწყებითი ასფიქსია. თითოეულ ჩვენთაგანს გვახსოვს, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ცხენვალები ყოფდება, რიგ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ეპიდურალურ ანესთეზიას, რა ხდება ხოლმე? ნაყოფის რადიკალიზაცია. ამიტომ ამას დაუყოვნებლივ და მიხედვა იმისათვის, რომ თუმცა როგორც წესი გადადის და ეს არ არის საშიში. მე მინდა ერთადერთი ვთხოვო, რომ ეპიდურალური ანესთეზია ჩვენთან სულ აკეთებს 3 ადამიანი. შორიდან ამერცა, მაგრამ პრინციპში რამდენი უნდა შეძლო ამ ადამიანებმა, რომ 30 წელი ემსახურებიან საქართველოს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული, ამიტომ ახალგაზრდებმა უნდა შეისწავლონ ეს მეთოდი და გამოიყენონ. იმიტომ რომ ძალიან თითქმის 100%-ის მოსახლეობა ითხოვს
ამას გაუხილავების მიზნით. პერიოდული ჰემატომის განვითარების ალბათობა მძიმე თრომბოციტოპენიის დროს შენიშნა ეპიდურალური ჰემატომის რისკი მიმართულია თუ თრომბოციტოპენიის რაოდენობა სავარაუდოდ 70,000-ზე ნაკლებია. პერიოდული ჰემატომის განვითარების პრევენცია შესაძლებელია ეპიდურალური კათეტრის ადრეული ჩაბმით თრომბოციტოპენიის დაქვეითება. გარდა ამისა, ადრეული ჩაბმა არის კიდე იმით კარგი, რომ ქალის უფრო გასუსული არ იძლევა მშობიარობაში, მშობიარობის პირველი პერიოდის აქტიურ ფაზაში ამის გაკეთება საკმაოდ რთულია და ამიტომ ადრეული ჩაბმა ზოგჯერ გამართლებელიც არის. გენერალიზებული ანალგეზია, ინტუბაციის გავლენა ან შეუძლებლობა, ოროფარინგეალური შეშუპებით გამოწვეული, ინტუბაციის და ექსტუბაციის დროს საშუალო არტერიული წნევის პიკური მატება, ჰიპოტენზია, ანასთეტიკები გამოწვეული განდევნის ფრაქციის და სისტემური სიზაროვანი რეზისტენტობის დაქვეითება. მძიმე პრეეკლამსია, პრეეკლამსიის მძიმე ნიშნებით მართვა, ნეიროაქსილარული ანალგეზია, ეპიდურალური ტესტური დოზა. მიანობაში ეპიდურალური კათეტერის მოთავსების შემდეგ ადრენალინის ტესტური დოზის შეყვანა საკამათოა და პრაქტიკა არის განსხვავებული სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან ემართებაში. პრეეკლამსიის მქონე პაციენტებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ეპინეფრონის გარეშე ხსნარების ალტერნატიული სატესტო დოზები, მაგალითად ფენტანილი ან AR ჟანგბადი, რადგან ეპინეფრინის სატესტო დოზირება შეიძლება არასანდო იყოს, მაგალითად ბეტა ბლოკატორების მიღება პაციენტებში, ან შეიძლება გამოწვეული მძიმე ჰიპერტენზია თუ შემთხვევით მოხდება ინტრავასკულარული ინერცია, ანუ ვენაში თუ მოხდებით. ერთი ავტორი პრეეკლამსიის მქონე პაციენტებისათვის ეპინეფრინის სატესტო დოზის გამოყენებას თავს არიდებს და ეპიდურალური კათეტერს ადგილობრივი ანესთეტიკისა და ოპიოდების განსხვავებული ეპიდურალური ხსნარის ინექციით ამოწმებს, რითაც შესაბამისი ბლოკადის დაწყებას აფასებს. სხვა ავტორები ადრენალინის შემთხვევით ტესტურ დოზას იყენებენ, მაგალითად 3 მl-ში ლიდოკაინი 1,5 ადრენალინი, ანუ გამოდის 1-200 თუ მძიმე პრეეკლამსიის მქონე პაციენტებს ადრენალინის 15 მიკროგრამ ტესტური დოზა გამოიყენება, ექიმი მზად უნდა იყოს, რომ ინტრავასკულარული ინექციის ან სწრაფი შეწოვის შემთხვევაში მწვავე ჰიპერტენზია სასწრაფოდ გამოიწვევს. გაუქმების რისკებთან არის კიდევ ორი მონაცემი, ეს არის რეგიონალური და გენერალიზებული ანესთეზია. რეგიონალური ანესთეზიის დროს არტერიული წნევის სწრაფი დაცემა. გავიარეთ, ხო. კი ბატონო, ესეც გავიარეთ. ახლა ეს არ გავიგებია. მძიმე პრეეკლამსიის ვაზოპრესორები ნეიროაქსილარული ანესთეზიის დროს არტერიული წნევა შეიძლება იყოს ლაბილური მშობიარობის დროს და ანალგეზიის შემდეგ პრეეკლამსიით დაავადებული პაციენტებს, როგორც წესი, სჭირდება ვაზოდილატატორები,
ვაზოპრესორები და მეტაბლოკატორები. საჭიროების შემთხვევაში ვაზოპრესორები, მაგალითად ეფედრინი, ფენილენბინი უნდა დაინიშნოს პრეკლამსიით დაავადებულ პაციენტებს. დაბალი ზრდით, მაგალითად ეფედრინი 2,3 მგ ინტრავენულად, ფენილეფედრინი 50 მიკროგრამი ინტრავენულად და ტიტრირებული იყო ეფექტის მისაღწევად. რადგან მათი რეაქცია ამ პრეპარატებზე შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს, პრეეკლამსიით დაავადებული პაციენტები უფრო მძიმეები არიან სხვადასხვა ვაზოპრესორების მიმართ, მათ შორის ნორეპინეფრინის და ეპინეფრინის მიმართ. ზურგის ტურის ჰიპოტენზიის სამკურნალოდ ესაჭიროება ეფედრინი და ფენილეფედრინის უფრო დაბალი დოზები. ნეირორელაქსაცია მძიმე პრეკლამსიის დროს ეპიდურალური კათეტერის ამოღება. ეპიდურალური კათეტერის ამოღებამ შეიძლება გამოიწვიოს ეპიდურალური სისჭაფცეების დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის ეპიდურალური ჰემატომა. კათეტერები არ უნდა იქნას ამოღებული, თუ თრომბოციტების რაოდენობა და კოაგულაციის პარამეტრები არ არის ისე დონეზე, რომ ნეიროაქსილარული ნერვის შექმნის საშუალებას იძლევა. ამის შემდეგ შეიცვალა მაშინ უნდა არა შეიძლება შეიცვალოს, სწორია, მაგრამ გაგდრო იმისათვის, რომ გამოსულიყო თუ გეკრა სისხლის დენა ან გეკრა რა ქვია კოაგულოპათია. დიახ, პრეკლამსიის გაგმოება რა თქმა უნდა დაგაგამო. საკეისრო კვეთის ჩატარება შესაძლებელია შემდეგი მეთოდის გამოყენებით. ნეიროაქსილარული ანესთეზია, მაგალითად ზურგის ტვინის, კომბინირებული ზურგის ტვინის ეპიდურული ანესთეზია ან ზოგადი ანესთეზია. ინტრავენული ფორმა, მაგნიუმის ვაზოაქტიური ინფუზიების, სიჩეების, პროდუქტების და ჩვენი ანესთეტიკების შეყვანის გასაადვილებლად ჩვენ ვათავსებთ ორ ინტრავენულ კათეტერს, მათ შორის მინიმუმ ერთი დიდი დიამეტრის კათეტერი, მაგალითად 18 კალიბრის ან უფრო მეტი. მძიმე პრეკლამსიის ნიშნები მართლა საჭიროა დროს გამოყენებული ანესთეზია. ანესთეზიის მეთოდის არჩევა. ზოგადი ან ნეიროაქსილარული ანესთეზია. პრეკლამსიის მქონე პაციენტებისათვის, რომლებსაც საკეისრო კვეთა უტარდებათ, შესაძლებლობის შემთხვევაში ნეიროაქსილარული ანესთეზია ზოგად ანესთეზიასთან შედარებით უფრო სასურველია. ნეიროაქსილარული ანესთეზიის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ის თავიდან აგვაცილებს მძიმე ჰიპერტენზიას, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს და შეიძლება განვითარდეს ანესთეზიის ინდუქციისა და მისგან გამოჯანმრთელების დროს. სხვა გათვალისწინებული ფაქტორები მოიცავს შემდეგს. ნეიროაქსილარული ანესთეზია გამორიცხავს ენდოტრაქეალური ინტუბაციის საჭიროებას, რაც შეიძლება რთული იყოს შეშუპების არსებობის შემთხვევაში. ნეიროაქსილარული ანესთეზია გამორიცხავს
კუნთების რელაქსანტების მიღებას, საჭიროებას, რომელთა მოქმედებას აძლიერებს. ნეიროაქსილარული ანესთეზია შეიძლება გამოიწვიოს უფრო მნიშვნელოვანი ჰიპერტენზიას, ვიდრე ზოგადმა ანესთეზიამ, თუმცა ეს როგორც წესი დროებითია და ადვილად სამკურნალოა ახალშობილის შედეგებზე და გავლენას გარეშე. პრინციპში, რა თქმა უნდა, კუნთატონების კიდევ უფრო მომატება მოკლება ეს ძალიან კარგია განსაკუთრებით სატელესკოპო კვეთის დროს, იმიტომ რომ თქვენ იცით შემთხვევათა ბევრი რაოდენობა, როდესაც ჩვენთან ხელმოხატული ბავშვები მოყავთ, ხელმოხატული და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ერთ-ერთი პრობლემა იყოს ადეკვატური ნეიროაქსილარული ანესთეზიის არარსებობა. იმიტომ რომ გამერცხულეთ, რომ საშუალო კუნთი ძალიან ძლიერი კუნთია, ნაყოფის მექანიზმის არის მნიშვნელოვანი ნეიროაქსილარული ანესთეზია საკმაოდ. ჩემს აზრით, სპინალური ანესთეზია ძალიან კარგია. სპინალია, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი რელაქსაცია და ჩვენი პრობლემა არასოდეს არის. ნეიროაქსილარული ტექნიკის არჩევანი. ალბათ ეს ანესთეზიოლოგს აინტერესებს, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ვარც ავიკითხო, მაინც არ შეიძლება. ნეიროაქსილარული ანესთეზიის მეთოდი, მაგალითად, სპინალური, ეპიდურალური ან CSE, რაც ნიშნავს CSE. ეს არის ერთად ვირიცხოს კომბინირებული სპინალური ეპიდურალური ანესთეზიის. არჩევანი უნდა ეკუთვნებოდეს პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებს და კლინიკურ სიტუაციას. სპინალური ანესთეზია და კომბინირებული ხშირად გამოიყენება, თუ მშობიარობის ეპიდურალური კათეტერი არ არის დამონტაჟებული. ტრადიციულად მძიმე პრეეკლამპსიის მქონე პაციენტებში ზურგის ტვინის ანესთეზია თავიდან აცილდებდნენ სიმპათიკური ბლოკადის სწრაფ დაწყებასთან დაკავშირებით, რომაყ ჰიპოტენზიას პოტენციალის გამო. მივხვდით, ხო? საკენსო დროს გამოყენებული ანესთეზია ნეიროაქსილარული ანესთეზიის ანესთეზიური ხარდაჭერა პრეეკლამპსიით დაავადებული პაციენტებისათვის ნეიროაქსილარული პრეპარატების მიღების მეთოდები და დოზები მსგავსია პრეეკლამპსიის ან მქონე მშობიარე ქალებისათვის გამოყენების მეთოდებისა და დოზების. სიტყვის შეყვანა მძიმე პრეეკლამპსიის მქონე პაციენტებში ნეიროაქსილარული ანესთეზიის დროს ინტრავრენული სისტემის შეყვანა უნდა იქნეს აცილებული ან მინიმუმზე დაყვანილი, მაგალითად, ნაკლები 500 მილლილიტრზე ინტრავრენული კრისტალიზებული სტარი. ინტრაოპერაციული სიტყვის შეყვანა ასევე კონსერვატიული უნდა იყოს. რატომ? ანუ სითხის შევსება პრობლემას რატო წარმოქმნის? ანუ ჩვენ გვაქვს ვაზოდილატაცია სიმპათიკური ბლოკადის გამო, ჰიპოვოლემია ღრმავდება. როდესაც აკეთებ განხილვას, ერთი თემა, რომელიც არის დავუშვათ 20% ან 22, იქ არის სხვაფერი გამოყენებული უკვე სხვა თემა, უკვე მე ეს თემა ამიტომ ყველას გამოყენება მაშინ
აქტუალ 14 სლაიდია იქნება 1000 რაღაცა სლაიდი. რას წერს ამის შესახებ ეს თემა? ანუ ნეიროაქსილური ანესთეზიის ხარდაჭერას. ტრადიციულად მძიმე პრეეკლამსიის მქონე პაციენტებში ზურგის ანესთეზია თავიდან აცილებული იყო სიმპათიკური ბლოკადის სწრაფ დაწყებასთან, დაკავშირებული ღრმა ჰიპოტენზიის პოტენციალის გამო. იხილეთ ნეიროაქსილარული ანესთეზიისა და ანესთეზიის გვერდი. გასაგებია? კი. მოდი თქვენ თუ გაინტერესებს, მე შევავაღოთ დროულეცი. კი ბატონო. გამოვბეჭდო და მოგცეთ, კი, იმიტომ ძალიან საინტერესო იქნება. აპატიეთ, არ შეიძლება ისედაც ძალიან რთულია დამეტყუნება რა. ამის შესახებ გამოგიბეჭდა თუ გინდა და დიდი სიამოვნებით გითხარით კონკრეტულად მე ვერ ვერკვევ ისე კარგად და არც უნდა ვერკვევოდე თქვენ თუ გაინტერესებთ კიდევ კი ბატონო. აი უყურეთ მე რას ვიწერს ხო ნახეთო იხილეთ ნეიროაქსილარული ანესთეზიის გვერდითი მოვლენები განყოფილება ჰიპოტენზია ამ შეშფოთებას უარყოფს არაერთი კვლევა, მათ შორის შემდეგი ერთ კვლევაში მძიმე პრეეკლამსიის მქონე 80 პაციენტი შემთხვევით შერჩევის პრინციპით დაენიშნა ზოგადი ეპიდურალური ან CSE ანესთეზია. ანესთეზიაზე საკისრო კვეთასთან ნომერი 24 ავტორი ანესთეზიის ტექნიკის გამოყენებისას საშუალო მაქსიმალური ან მინიმალური არტერიული წნევის ან ახალშობილთა შედეგების მხრივ განსხვავება არ დაფიქსირებულა. მერე სხვა კვლევებში მძიმე პრეეკლამსიის მქონე 100 პაციენტი შემთხვევით შერჩევის პრინციპით დაინიშნა ეპიდურალური ან ზურგის ანესთეზია საკეისრო კვეთისათვის. ეს არის ავტორი ნომერი 45. ჰიპოტენზია უფრო ხშირი იყო ზურგის ანესთეზიის ჯგუფში 51% 23-ის ნაცვლად, თუმცა მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიის ხანგრძლივობა სისტოლური ატოლიცნევა ტიპი ნაკლები აზი ორივე ჯგუფში ხანმოკლეება და ადვილად კურნალობდა ეფედრინის დაბალი პროცესი. მეტი არ მაგარახეთ. თუ თქვენ გინდათ ამის გაღმავება დავამოვეთ ბატონო. საკეისროა გამოყენებული ანესთეზია. არა, როგორც წესი, პირიქით უფრო ვავსებთ ვენურ სისტემას წნევის შესანარჩუნებლად. ხო, არა, რეკომენდაცია არის წინასწარ შევსებული ყავდეს, რომ წესი თუ გაქვს საშუალება, ყოველთვის უნდა წინასწარ კარგად შეავსო. მეგობრებო, მე ვიხარია რომ სულმეურნეობის სტუდენტებს, როდესაც არ არიან აქტიურად ჩართულები აქ კითხვები აქვთ, ან არაფერი არ გაიგეს, ყველაფერი გაიგეს. უფრო მეტად არაფერს არ უსმენთ. ქალები გათხოვებაზე ფიქრობენ, კაცები კიდევ შევასრულებენ თავიანთს. აი უყურეთ შემდეგი გართულებები, რომელიც თქვენში ასეთი გამართი გამოიწვევს, ისევ ანესთეზიას ეხება ვაზოპრესორების საკეისრო კვეთის დროს. სპინალური ჰიპერტენზიის თავიდან ასაცილებლად, როგორც წესი, ვაზოპრესორები მაგალითად ფენილეფედრინი და ან ეფედრინი შეჰყავთ. სპინალური ანესთეზიის დაწყებისას ეს პრეპარატები თავდაპირველად უნდა იქნას მიღებული დაბალი თანაფარდობით, მზარდი დოზებით, ტიტრირებული ეფექტის მოსაღწევად პრეეკლამსიის მქონე პაციენტებში,
საწყის დონესთან მიახლოებული არტილერიის ცნების მიღწევის მიზნით. ვაზოფოსერების შერჩევა უნდა ეხუძნებოდეს დედის ჰემოდინამიკას, რადგან სპეციფიკური ვაზოფოსერების არჩევა არ აქვს გავლენა დედის ან ნაყოფის მდგომარეობაზე. რეეკლამსიის მქონე პაციენტებში. რეეკლამსიის მქონე პაციენტებში ნეიროაქსილარული ანესთეზიის, გამოცდილების, ჰიპოტენზიის პრევენციის გონივრული სტრატეგია მოიცავს ფენილეფრინის ოპერატიულ ფილტრაციულ დაბადებაში, ანუ 50 მიკროგრამის წუთიდან დაწყებული გამოყენებას. ეპინეფრინის მაგალითად 25-დან 50 მიკროგრამამდე ინტრავენულად ან ეპინეფრინის 2,5-დან 5 მილიგრამამდე ინტრავენულად ბონუსური დოზირებით არტილერიის ცნების საწყის დონესთან ახლოს ან სისტოლური ნაკლები 160 მილიმეტრი ვერცხლის მისაღწევად. საწყისი ბრადიკარდიის მქონე პაციენტებისათვის ალტერნატივის სახით შეიძლება დაინიშნოს ეფედრინი 5-10 მილიგრამი ინტრავენული ბონუსი ან 1-5 მილიგრამი წუთში ინტრავენული წვეთოვა. საშუალოს ტონუსური პრეპარატები. ანუ უტეროტონიკები, ვთქვათ კონკრეტულად. უტეროტონიკები როგორც წესი ნაყოფის დაბადების შემდეგ ინიშნება, იქნება ეს ვაგინალური მშობიერება თუ საკეისრო კვეთა. ოქსიტოცინი პირველი რიგის პრეპარატია, რომელიც სისხლისდენის გაგრძელების შემთხვევაში სხვა უტეროტონიკებისას მოყვება შემდეგ სხვა უტეროტონიკები. ეს არის მეთილერგონოვინი. შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერტენზია და არ უნდა დაინიშნოს პრეეკლამსიის მქონე პაციენტებს. მშობიარობის შემდგომი სიზმრის შემთხვევაში, რომელიც არ რეაგირებს ოქსიტოცინზე, უნდა დაინიშნოს პროსტაგლანდინები, მაგალითად მისტული ან კარბოპროსტი. ძალიან თხოვთ არ მახსოვოთ, იმიტომ ჩვენ შეიძლება ეს გამოვიყენოთ და არ არის ეს სწორი. კარბოპროსტის მიღება თავიდან უნდა იქნას ასრულებული ასთმითი დაავადებული პაციენტების შემთხვევაში. ანუ ეს მეთილერგონოვინი არ უნდა გამოვიყენოთ? არ უნდა გამოვიყენოთ. აქ არის ორი პრეპარატი. ოქსიტოცინი, ხარბატე პრეპარატი, მეთილოქსიტოცინიც იყო თავის გედეონ რიხტერიუშვილთან. ესენი პროლონგირებული პრეპარატები და თავისი აქტივობით ცოტა უფრო მაღალ დონეზე ნიშნავს. ჩვენ გვაქვს პრეპარატი, რომელიც ფირმა ბერინგი უშვებს და მაგაზე ვკითხულობდი ლექციებს. აბალი, რომელიც დაახლოებით 10-ჯერ ძლიერია ვიდრე ოქსიტოცინი. ამიტომ, მაგრამ ძალიან ძვირადია და გვაქვს ისე რეზერვი. კარბოპროსტი კითხვის შედარებით იაფებს. რა არის? კარბოპროსტი. აი ეს კარბოპროსტია. სადღაც 40 ლარამდე ჩდება. ზოგადი ანესთეზია. ზოგადი ანესთეზია შეიძლება ნაჩვენები იყოს სასწრაფო საჭიროების დროს, სასუნთქი გზების სავალდებულო შეფასებით ან მძიმე კოაგულოპათიის მქონე პაციენტებში, რომელთათვისაც ნეიროაქსილარული ანესთეზია უფრო ნაჩვენებია. სასუნთქი გზების მართვა პაციენტების შემოსევაში, მათ შორის პრეეკლამსიის დაავადებულებში ტრაქეის ინტუბაცია ტარდება ანესთეზიის სწრაფი თანმიმდევრული ინდუქციის შემდეგ
ყოველთვის მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების მართვასთან დაკავშირებული სირთულეების პროგნოზირება და სირთულეების ან ობსტრუქციის შემთხვევაში სასუნთქი გზების მართვისთვის აქტიურობისა და პერსონალის შესაძლებლობა. საკვირშოს დროს გამოყენებული ანესთეზია, ანესთეზიის ინდუქცია. ანესთეზიის ინდუქცია ყოველთვის უნდა მოიცავდეს ნაბიჯებს ლარინგოსკოპიისა და ინტუბაციაზე ჰიპერტენზიული რეაქციების მინიმალიზაციის შესახებ ან აღმოფხვის მიზნით. ეს ჰემოდინამიკური რეაქცია შეიძლება გამწვავდეს პრეეკლამსიის მქონე პაციენტებში და გამოიწვიოს თალასში და სისტემა და ამფიფრის შეშუპება. მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში თუ დრო იძლევა საშუალებას ზოგადი ანესთეზიის ინდუქციის წინ არტერიული უწყლოდი მონიტორინგისათვის ათავსებთ არტერიულ კათეტერს, რათა უზრუნველყოთ არტერიული წნევის ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება. ჩვეულებრივი ანესთეზიური ინდუქციური პრეპარატების გარდა ინდუქციის დროს შეიძლება დაინიშნოს სხვადასხვა პრეპარატი ინტუბაციაზე ჰემოდინამიკური რეაქციების შესამცირებლად. სამიზნე არტერიული წნევის სისტოლური 160 მატლები და დიასტოლური 180 მატლები ლეცკის სვეტას. კვეთის დროს გამოყენებული ანესთეზია ზოგადად უპირატესობა ემიჯება სწრაფი მოქმედებისა და მოკლე მოქმედების მქონე პრეპარატებს. ამ სიტუაციაში პრეპარატების შერჩევისა და ოპტიმალური დოზების შესახებ ლიტერატურა შეზღუდულია. ამიტომ პრეპარატების შერჩევა პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და ექიმის პრეფერენციების საფუძველზე. ანესთეზიის ინდუქციის დროს ჩვენი სტანდარტული პრეპარატების მიღების რეჟიმი შემდეგია. პრეინდუქცია ლაბეტოლოლის 10 მგ-ის ინტრავენული ბონუსი ტრიტილებული სისტოლური არტერიული წნევის 160-ზე შორენა. ეხწევიან თუ დრო იძლევა ამის საშუალებას. ლიდოკაინი 1,9 მგ კილოგრამზე, პროპოფოლი 2 მგ კილოგრამზე, ნიტროგლიცერინი საჭიროების შემთხვევაში ინდუქციის დროს სამიზნე სისტოლური არტერიული წნევით 160-ზე ნაკლები ლეცკის სვეტის. ინტუბაზე მეგობრებო, ჰიპერტენზიული რეაქციის შესანარჩუნებლად შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი მედიკამენტები. ლიდოკაინი 1-დან 1,9 მგ-ზე during induction ინდუქციის მსვლელობაში. ლაბეტალონი 10 მგ ბოლოსურად 1 მგ კილოგრამზე მეტი. ესმოლოლი, ნიტროგლიცერინი, ნიკარბიტინი, რენიფენტანილი. ძალიან მაგარი მედიკამენტია, მაგრამ სამყარო საკეისრო კვეთის დროს ანესთეზიის ინდუქციის დროს ახალშობილში სუნთქვის გადგმის რისკის გამო ოპოიდების მიღებას როგორც წესი არ იძლევიან. თუმცა ექიმებმა ეს რისკი დედის ჰემოდინამიკის მონიტორინგის სარგებელთან შედარებით უნდა შეაფასონ. ახალშობილთან ინტენსიური თერაპიის ჯგუფი ინფორმირებული უნდა იყოს ზოგადი ანესთეზიის ინდუქციის დროს დედისთვის შეყვანილი ყველა მედიკამენტის
შესახებ. ანესთეზია, ინტრაოპერაციული მაგნიუმი. მაგნიუმის სულფატი ხშირად ენიშნება პრეეკლამსიის მქონე პაციენტებს მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის განმავლობაში. კრუნჩხის თავიდან ასაცილებლად და საერთო კვეთის დროს მისი მიღება უნდა გაგრძელდეს საოპერაციოში. მაგნიუმი იწვევს კუნთების რელაქსაციას, აძლიერებს არადეპოლიმერიზებული კუნთების რელაქსაციის ეფექტს და შეიძლება გაახაზიოს მათი მოქმედება. სამი პრეპარატი როკურონიუმი, ცისტრაკურიუმი და ვეკურონიუმი ეს ვინაიდან არადეპოლიმერიზებული კუნთების რელაქსანტები იშვიათად არის საჭირო საკეისრო კვეთის დროს, მათი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აწილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც მაგნიუმს იღებენ. მაგნიუმის შემცველობა არ აძლიერებს სულცინილქოლინის ეფექტს, ამიტომ უნდა შეიყვანოს ჩვეულებრივი სწრაფი თანმიმდევრობის ინდუქციური დოზა, ანუ სულცინილქოლინი 1,5 მილიგრამი კილოგრამზე ინტრავენულად. ატიპიური საკეისრო კვეთის დროს, სადაც კუნთების რელაქსაცია საჭირო, შესაძლოა საკმარისი იყოს სულცინილქოლინის 10-20 მილიგრამ ინტრავენულად შეყვანა ხანმოკლე ეფექტისათვის, ან უფრო ღრმა ანესთეზია საჭიროების შემთხვევაში უნდა შეიყვანოს MMBI-ის მცირე დოზები, მაგალითად როკურონიუმი 10 მილიგრამი ინტრავენულად, ან ცისტრაკურიუმი 2 მილიგრამი ინტრავენულად, სასურველი ეფექტის მისაღწევად დოზის ტენდენციის შეკუმშვის მონიტორინგის გამოყენებით 4 შეკუმშვის სერიიდან 1 შეკუმშვის მისაღწევად. შემდგომი ტკივილის მართვა. მულტიმოდალური ტკივილის მართვის სტრატეგიები, როგორც წესი, გამოიყენება ყველა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ საკეისრო კვეთა, მათ შორის პრეეკლამსი დაავადებულებში, სწრაფი გამოჯანმრთელებისა და გადაადგილების პროცესების, ასევე ოპერაციების შემდგომი მოპოვებების საჭიროების მინიმალიზაციის მიზნით, ტკივილის მართვის სტრატეგიები მოიცავს მორფინის ან ჰიდრომორფინის ნეიროაქსილარული შეყვანის პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ნეიროაქსილარულ ანესთეზიაში, მუცლის განივი სიკეთის ბლოკადა, წელის კვადრატის ბლოკადა, აცეტამინოფენი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სისტემური ოპიოიდები. ჩვენ რუტინულად ვნიშნავთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, კეტოროლაკი 30 მილიგრამი ინტრავენულად, ყოველ 6 საათში, საჭიროებისამებრ იპობრუფენი 600-800 მილიგრამი პერორალურად, ყოველ 6 საათში, საჭიროებისამებრ. საკეისრო კვეთიდან 48 საათის განმავლობაში ჩვენ ვერიდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების დანიშნავს იმ პაციენტებში, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი სისტემის საკეისრო კვეთის დროს, თრომბოციტოპენია, ან სისხლის სხვა რისკ ფაქტორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ოპიოიდების დამზოგავი და განსაკუთრებით ეფექტურია საშუალო სპაზმის შესამსუბუქებლად. თუმცა ეს პრეპარატები აზიანებენ თრომბოციტებს და მათ ფუნქციას და ტკივილის შესამსუბუქებლად
საკმარისი დოზირები შეუძლიათ არტერიული წნევის სხვადასხვა ხარისხის გაზრდა, როგორც ნორმოტენზივი, ასევე ჰიპერტენზიული პაციენტებში. 2020 წლის ამერიკის მიანგინიკოლთა კონგრესის პრაქტიკული ბიულეტენი რეკომენდაციას უწევს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას ოპიოიდების ნაცვლად, მშობიარობის შემდგომი ტკივილის დროს ჰიპერტენზიული დარღვევების მქონე პაციენტებში, მათ შორის პრეეკლამსიის დროს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების რამდენიმე კვლევა აჩვენა ეს, თქვათ ასე რა. მშობიარობის შემდგომი პერიოდის მძიმე პრეეკლამსიის ნიშნები. მშობიარობის შემდგომ პერიოდში არსებობს შემდეგი გართულებების განვითარების მიზეზი: ჰიპერტენზია, გულყმა, ფიბრების შეშუპება, ვენური თრომბოემბოლიზმი, სასუნთქი გზების შეშუპება, ობსტრუქცია, ნაკისარი მელოდიმობის მატლობა და გახურციელება ინტენსიური ნერვის განყოფილებაში და დაყოლების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვრებოდეს. პირველი ინტრაოპერაციული პროცესის მიმდინარეობისას ინვაზიური მონიტორინგის და რესურსის ხელმისაწვდომის საფუძველზე. მონიტორინგი მაგნეზიალური თერაპიის განმავლობაში სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი ყოველ 2 საათში. არტერიული წნევის მონიტორინგი მშობიარობიდან 72 საათის განმავლობაში. არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგი არტერიული წნევის ნორმალიზაციის შემდეგ. არტერიული წნევის განმეორებითი გაზომვა მშობიარობიდან მე-7 და მე-10 დღეს. უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მონიტორინგი რეკომენდებულია შემთხვევაში, სადაც არტერიული წნევის მაჩვენებელი არ დაუბრუნდება ნორმის ფარგლებში. მძიმე პრეეკლამსია, მძიმე ნიშნები, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, მონიტორინგი, ლაბორატორიული ტესტირება, თრომბოციტები, ვიზილა თითქმის ფუნქცია, დღეში ერთხელ, სანამ ორი თანამედროვე მონაცემი არ მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებლებს. ზოგადად მშობიარობის შემდგომი მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პრეეკლამსიის ყველა ნიშანი და სიმპტომებიც არ აღმოჩნდება. თუ მშობიარობიდან 3-6 თვის შემდეგ პრეეკლამსიის სიმპტომები პერსისტირებს, განხილვა უნდა იქნას ალტერნატიული დიაგნოზის არსებობა. რაზეშინია მეორადად შექმნილი ფიქრის არსებობაზე, რომელიც ხშირად მოხდება ან ლიმონიტის არსებობას. ატიპიური პრეეკლამსია. ეს არის მშობიარობის შემდგომ პირველად განვითარებული პრეეკლამსია. მძიმე პრეეკლამსიის დროს რეკომენდებულია მაგნეზიალური თერაპიის დაწყება. ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დაწყება 2-6-საათიანი ინტერვალით გაზომვილი არტერიული წნევის მაჩვენებელი სისტოლური სისხლის წნევა მეტი 150-ზე და დიასტოლური მეტი ან ტოლი 100 მილიმეტრზე როსტოვის სვეტისა. მძიმე პრეეკლამსია, მძიმე ნიშნები, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ჰიპერტენზია. მშობიარობის შემდეგ არსებული ჰიპერტენზია შესაძლებელია იყოს მშობიარობამდე არსებული პრეეკლამსიის პერსისტირების შედეგი ან ახალგანვითარებული პრეეკლამსიის
ნიშნები ხშირად თან ახლოს პერსისტენტული თავისწინული აღქმებების გახდა. 20% შემთხვევაში ძლდება 6 კვირის განმავლობაში ყოველთვის აღმოჩნდება მშობიარობის მაგრამ ძირითადად ნორმატივის მიღწევა საშუალოდ ხდება 16 +-9 წლებში. ძიმე პრეეკლამსია პრეეკლამსიის ძიმე ნიშნები მშობიარობის შემდგომ პერიოდი ჰიპერტენზია მოსულობასთან ასოცირებული ინსულტი უმრავლეს შემთხვევაში ვითარდება მშობიარობიდან 10 დღის განმავლობაში და პირველ 48 საათის განმავლობაში. პერსისტენტული ჰიპერტენზიის დროს სავალდებულია ადეკვატური ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ჩატარება. ძიმე პრეეკლამსია პრეეკლამსიის მძიმე ნიშნები მშობიარობის შემდგომი პერიოდი ანტიჰიპერტენზიული თერაპია, რეკომენდირებული ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, ძიმე ჰიპერტენზიის დროს blood pressure მეტია 100 ან ტოლი 160 და 110-ზე, ლაბეტალური ინტრავენული ჰიდრალიზინი ან ორალური მიდედიტინი, საშუალო ჰიპერტენზიის დროს სისტოლური სისხლისწნევა 140 მმ ვესფრისის ორალური ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები. ძიმე ჰიპერტენზიის დროს დაშვებია ფუროსემიდის გაკეთებას 20 მგ ორალურად ამიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ 5 დღის განმავლობაში განსაკუთრებით შეშუპების არსებობისას, თუმცა ფუროსემიდის გამოყენება უშუალოდ წარმოადგენს. მძიმე პრეეკლამსია მძიმე ნიშნებით ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა თავისებურებანი ძუძუთი კვების დროს შედარებით უსაფრთხო ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებია. ბეტა-ბლოკატორები, ალფა-ბეტა-ბლოკატორები, პროპრანოლოლი, მეთოფროლონი ან ლაბეტალური. კალციუმის ბლოკატორები, გილფიაზენი, ნიფედიპინი, ნიკორდიპინი, ვეროპამინი და ასე შემდეგ. ანგიოტენზიმ კონვერტ-ენზიმს ეს არის კალპტოტრილი და ენალატი გააჩნია ყველაზე დაბალი შეღწევადობა, მაგრამ ასოცირებულია ახალშობილის ჰიპოტენზიასთან, ოლიგურიასა და გლუკოზთან. მიუხედავად მათი გამოყენებისა, რეკომენდირებულია ძუძუთი დედისათვის ახალშობილის ჰემოდინამიკის გათვალისწინება. ანუ მეგობრებო, ყველა პრეპარატის დანიშვნა დინების ხანაში უნდა მოხდეს მას შემდეგ, როდესაც თქვენ გაარკვევთ აჩვენს თუ არა ეს კალბატონი ანუ ეს პრეპარატები შეგვიძლია მივცეთ ძუძუთი კვების დროს, შედარებით უსაფრთხო ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებია დიურეტიკები, იწვევს თის მოცულობის შემცირება, შედარებით უსაფრთხოა ჰიდროხლოროტიაზიდი 50 მგ-ზე ნაკლები დღეში. ფუროსემიდის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ სასმელო ინფორმაცია არ არსებობს. მეტილდოპამინის სავარაუდო უსაფრთხოა, თუმცა მეთილდოპას გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგანაც ასოცირებულია მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარებასთან მომატებულ რისკთან.
თვითმკვლელობა არ იწვევს არტერიული წნევის ლაპებას, ყველა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი გადის დედის ძეში, ამიტომ ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების შერჩევის გათვალისწინებაა და ეფექტის ზოგადების უსაფრთხოება პედიატრის მიერ შერჩეული დიაგნოზის უსაფრთხოება დედის ძეში მინიმალური შესწავლის ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები თუ გაწერის მომენტისათვის არტერიული წნევის მაჩვენებელი რჩება მოსაზღვრე დონეზე, ბინაზე საჭიროა მეტა მკაცრი მონიტორინგი წნევის მეტა blood pressure-ს მკაცრი მონიტორინგი და ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების გამოყენება აუცილებელია. პერსისტენტული მძიმე ჰიპერტენზიის მართვა ანტიჰიპერტენზიული თერაპია უნდა გავუწევდეს არტერიული წნევის ნორმალი ზრდისათვის შესაძლებელია ბინაზე გაწერის შემდეგაც. ასევე უნდა გავუწევდეს იმ მოლადინათა მჭიდრო მონიტორინგი, რომლებიც ბინაზე გაწერებია. ანტიჰიპერტენზიული მკურნალობით რათა თავიდან იქნას აცილებული ჰიპოტენზიის განვითარება. თუ ბინაზე სამკვირიანი ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ფონზე სისხლის წნევა შევა ნორმის ფარგლებში, რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტა შემდგომი მონიტორინგის პირობებში. მშობლების შემდგომი ტკივილის ყოფილების მიზეზი რეკომენდირებულია ოპოიდების მინიმალური დოზის ან ალკოჰოლის საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების გამოყენება, რადგანაც მაგნიუმის სულფატის და ოზების ერთობლივი გამოყენება ასოცირებული კარდიოპულმონალური გართულებების განვითარების მონაკლებობისაა. მანქების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების გამოყენება ასოცირებული არტერიული წნევის მატებასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მეგობრებო. სულ დაგვრჩა 50 სლაიდი, მაგრამ ცოტას მაინც გამოვიდა, რომელი საათი? 3:00. კი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდე ტესტები, ცოტა 1-20 წუთი მომეცით რა, მოდის გიხდით რა. დაგალეთით. ეს თქვენი კითხვაზეა, ბატონო. დიახ. ხო, წავიკითხე მიცა. ბატონო ჯუმბერ, ატიპიური პრეეკლამპსია სწორად გავიგე? ანუ მშობიარობის შემდგომ ატიპიური პრეეკლამპსია ეს არის მშობიარობის შემდგომ განვითარებული პრეეკლამპსია? ხო, თუ მანამდე არ ქონდა. ეკლამპსიის დეფინიცია. ხო, ეს კითხვა იყო დაცმული და მე რა ვქნა. პრეეკლამპსიის მქონე ქალებში პირველად განვითარებული გენერალიზებული ტონური კლონური კუნჭლები ან კომა. რა არის ეკლამპსია? პრეეკლამპსიური სპექტრის მძიმე დასასრულის კონვულსიური კლინიკური მანიფესტაცია. 20-30% ეკლამპსიური გრუპის განვითარებამდე აღენიშნებოდა ეს მოხდება მხოლოდ ასორმულზე ნაკლები ფაქტურად ნორმალური ცნობა. 20% არ აღენიშნებოდა პროტეინი. ანუ წარმოიდგინეთ, რა იოლად შეიძლება გადავიდეს ეპიქონდრომიაში ასე შემდეგ. ეკლამპსია გავრცელების სიხშირე, მაღალ განვითარებულ ქვეყნებში ეს არის ერთნახევარი 10 შემთხვევა 10,000 მშობიარობაზე. ხოლმე საშუალო განვითარების ქვეყნებში 19 და 6 ასორმულზე 10,000 მშობიარობაზე ეკლამპსია ვითარდება. მძიმე პრეეკლამპსიის მქონე ქალთა 2-3 შემთხვევაში
შემთხვევაში რომელსაც აუტარდება ანტიკონვულსიული მაგნეზიური თერაპია სომოკის პრეკლამსიის კონტროლი ეკლამსია კლინიკური გამოვლენაა. ჰიპერტენზია ეკლამსია კლინიკური გამოვლენაა. ჰიპერტენზია 75%-ში თავის პირით ფრონტალური ან ოციპიტალური მეხის სცენის მაგვარი 66%-ში მხედველობის დაქვეითება, სკოტომა მხედველობის დაბინდვა, დაკარგვა, დიპლოპია. პირველი მარჯვენა ფერქვეშა და ეპიგასტრომის არეში ასიმპტომური შეცვლილი მენტალური სტატური და ტერპების კოლონური რეფლექსია. გენერალიზებული ტონო-კლონური კრუნჩხვები ან კომა. ტონური ფაზა, გონების დაკარგვა, რომელიც ასოცირებულია ხშირად გამგირონ პირდაპირ ზედა და ქვედა კიდურების პირდაპირ კივილი. შემდეგ ზედა და ქვედა კიდურების შემდეგ კი გუნდების და ზურგის კუნთების გამკვრივება ერთი წუთში იწყება ერთეული კუნთების ხდომა, 2-3 წუთის შემდეგ კი გენერალიზებული კუნთები ციანოზი შესაძლებელია. ენის კპენა ძირითადად სისხლიანი აპიანი გამონადენი და კუნთების კუნთების მოძრაობა დასრულებისთანავე ქალი რომა ძილშია, რომა სუნთქავს 10-20 წუთის განმავლობაში ხდება კონტრაქტული უჩივის თავის კილოს. რა თქმა უნდა, კუნთების საშინელება ეკლამსია დიაგნოზური კლინიკურია და ემყარება უცხოურ ჰიპერტენზიულ ზარღვევებს. პრეეკლამსია გესტაციური ჰიპერტენზია ფელპს სინდრომია. ახალგაზრდებული ტონო-კლონური ვოკალური ან მულტივოკალური კუნთების განვითარება. დიაგნოზი ემყარება პირველადი შეფასების მონაცემებს, ეკლამსიური პაციენტების პირველადი შეფასება ეკლამსიური პაციენტების პირველადი შეფასების მსგავსად ტარდება. კანდიდატები არ არის გამოხატული პრეეკლამსიის გესტაციური ჰიპერტენზიის ან ფელპს სინდრომის დიაგნოსტიკური კრიტერიუმი, ხანძრული დროის განმავლობაში გონების დაკარგვა, ნევროლოგიური ცვლილებები, გულყვის დაწყებები და მშობიარობიდან 50 საათზე მეტი ან ორსულობის 20 კვირაზე ნაკლებამდე უშნარკერი, კუნთები, რომლებიც ძელდება ადეკვატური მაგნეზიალური თერაპიის ფონზე. კუნთის საავადმყოფო მიზეზი გახლავთ ეპილეფსია, არტერიოვენოზული მალფორმაციის სისხლის დენა, ანუ სისჩაქცევა ძირითადად ეს დავითმშია, გამსტარი ანევრიზმა, იდიოპათიური კუნთხვითი დარღვევები, დიაგნოზის დასუსტებით მისნის, რეკომენდირებულია ნეიროგამოსახვითი დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარება. ანუ დამატებითი კვლევის ჩატარება. ეკლამსია დიაგნოსტიკა ნეიროგამოსახვითი დიაგნოსტიკა. აქ არის ლაპარაკი როგორ მოხდეს დიაგნოსტიკა, ანუ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კარგი საშუალება არის EEG-ს ჩატარება, რომელსაც სურვით ხოლმე, როდესაც სხვა პათოლოგიების განსაკუთრებით ეპილეფსიური გულყვის დროს. ნეიროფიზიოლოგია ყველაზე ხშირად დამახასიათებელი ცვლილებები
პრედივასკულარული შეშუპება, ჰემორაგია და ჰემოსიდერინი 32%. ღვინის პარენქიმა ინტაქტურია კაპილარების დაზიანების ფონზე. გავჩერდეთ თუ გავახსენეთ? ძალიან დიდი თემა, მალაგეც. ეს ამ ხელა თემა, რა ვიცი, ძალიან